ელენე დევაძე 10 წლის. სწავლობ ბათუმის მე-15 საზავო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა თამაში, კულინარია, სიმღერა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია დროშობანა. ჩემი ნებარო იყოს აღწავლავდი თამაშ ქორობიას. აქ კურხი არის საქართველო, წიწილები არიან კუთხეები და ქორი არის მტერი. ერთხელ ვიყავით ექსკურსიაზე და აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში ვითამაშეთ ეს თამაში. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო და მეწოდება ასეთი თამაშისთვის. ზოგჯერ თამაშობ თოჯინებითაც და მაქვს რამოდენიმე ბავშვობის თოჯინა. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია მია. ზოგჯერ იმისთვის მაქვს, რომ პატარა მეგობრები გამოდიან თხოვნი რა, იმით ვათამაშებ. რო გავისტები, მინდა გამოვიდე ექიმი და მასწავლებელი. როცა სკოლაში შევედი, პირველი დღიდან მომინდა მასწავლებელი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან იქ არიან კარგი ბავშვები და მასწავლებლები. ბევრი ჭკვიანი ბავშვია და ვერცაც ვერ გამოვყოფ. ყველაზე მშვიდია ბარბარე ხოზლივანიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია სალომე მაკარაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და აქტიური გოგო. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა მამულაიშვილი. დრო ლამაზია, მშვიდია, კარგად ვიხსნის გაკვეთილს, უყვარს ბავშვები. ახლა მინდა ვიყო 20 წლის. იმიტომ რომ უკვე ვიქნებოდი სტუდენტი და მექნებოდა სამსახური. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ჩემით ვისწავლი. სოფელში მაქვს მიკროფონი და როცა ავდივარ ვაწყობ კონცერტებს. ჩემი საყვარელი სიმღერაა Happy Day. Hudeli deli delia. Oh, guli bednieria. Oh, it's okay. Happy day. მე მაქვს სიმღერის ნიჭი და მინდა მიმღერო დიდ სცენაზე. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ტყუპიცალი დაიკო და ძამიკო. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი პატარა დაიკო. ეს არის ჩემი ოცნება. ჩემი ძმა არის 11 წლის და ქვია დემეტრე. ის არის სერიოზული, სიმპათიური, საყვარელი და ასე შემდეგ. ჩემი ძმა რო დაიბადა 1 წლის შემდეგ, ზუსტად იმ დღეს დავიბადეთ მე და ჩემი დაიკო. ეს იყო ჩემი ძამიკოს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. ჩემი აზრით დემეტრე რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. ჩემი დაიკო არის 10 წლის და ქვია ანა. ის არის ნაზი, კოხტა, ჭკვიანი, მოხერხებული, ცქნაფი და ასე შემდეგ. ანა ალბათ გამოვა სტომატოლოგი. მამიკო არის საყვარელი, ნიჭიერი, ძლიერი, ვაჟკაცი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საყვარელი, კოხტა და ცოტა მომთხოვნიც. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ცეზარი. სხვათა შორის მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ეხლა ყველაზე კარგად გამომდის ოლივიეს გაკეთება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია თევზი ხეზე. საყვარელი მულტფილმია მინიონების ნაწილი 2. ჯადოსთური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. სამოგზაუროდ შეამოვნებით წავიდოდი პარიზში ოჯახთან ერთად. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს სამიკოსთან ერთად. რადგან აინტერესებს კოსმოსი და მაქვს მისი იმედი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. თავისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მე მაგალითად ელენე რომ არ მერქვას, მერქმეოდა ლილე. ჩემს შვილებს დავარქმევ ნილას, ნიკოს, მილას და გიორგის. ბედნიერება არის სხვისი გახარება, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრების. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.